როგორი მძღოლია იაგო ხვიჩია? 7 ბოდიში ქალებო. მოვიდნენ ქალები გაფუჭეს ყველაფერი. მიყვარს უხეში ორკარებიანი მანქანების ყველაზე მეტად არ მესმის 4-კარიანი ფერარის. მანქანის საყვარლოს ყავს ინტერიერების. იდეალური საპოლიციო სისტემა არის ის სისტემა, სადაც შენ პოლიციას საერთოდ ვერ ხედავ. დიქტატორობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ეს არქივში ჩაიწერება. აუცილებლად. ანუ მანქანების პოლიტიკა და მანქანების სხვადასხვა რამეა. უნდა დახაჯო ხმაური და არა მაფუჩი. ვიღაცისთვის ჯობია, ესე საკამათო, ვიღაცისთვის არ ჯობია. მერც მადლობა რომ მანქანას არ ვაწარმოებ. ავტომატიკა? მოგესალმებით კრისტალ ავტოს მაყურებლებო და გამომწერებო. მე გეგა ჩიქოვანი ვარ. ბევრი თქვენგანი მიცნობს კრისტალ ავტოს პროექტიდან, EOZ16-ის ვლოგებიდან. როგორც ხედავთ, ახლა წამოვიწყეთ ახალი გადაცემა, საავტომობილო გადაცემა, რომელსაც ქვია ქარხანა, რომელსაც გავუძღვებით მე გეგა ჩიქოვანი და თენგო გოგილაშვილი. თენგოს ძალიან ბევრი ავტომობილელი და ავტოსპორტში, ქართულ ავტოსპორტში ჩახედული ადამიანი ძალიან კარგად იცნობს. ის არის ასევე კრისტალ ავტოს მთავარი რედაქტორი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი. მადლობა. მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. მოკლედ გეგამ თავიდან ბოლომდე კარგად ჩამოაყალიბა თუ რას ვიწყებთ დღეს რატო ვართ აქ შეკრებილები. მე კი ერთ რამე შეგახსენებთ, რომ თქვენი გვერდში დგომა როგორც ყოველთვის მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის და იმ საქმისთვის, რასაც ვაკეთებთ, ასე რომ დაასაბსკრაიბეთ ჩვენი არხი, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ, ნებისმიერი თქვენი აქტივობა ჩვენთვის ხოლმე წახალისება იქნება და ხოლმე არხის განვითარებას წაადგება მომავალში. ჩვენი მხრივ კი როგორც ხედავთ, ვაგრძელებთ წინსვლას და გვთავაზობთ ახალ გადაცემა ქარხანას და ქარხანაც ცოტა ისეთ სახელია, ხო? ორაზროვანი. კი, ორაზროვანი და ყურადღება მის და ორენოვანი ამასთან ერთად. და რატო ქარხანა, ხო? ეს არის არა ქარხანა ქართული, არამედ ქარხანა, ანუ მანქანების ხანა, ანუ მანქანების დრო. და ახლა ზუსტად მანქანების დროა და ვისაც მანქანები გიყვართ, ეს შოუც ბრჭყალებში არის თქვენთვის. ჩვენს გადაცემაში გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, რომლებიც ძალიან საინტერესო თემებს შეეხებიან ჩვენთან ერთად. ეს ეხება საავტომობილო პრობლემებს, მომავალს, ავტოსპორტს, ყველაფერს აბსოლუტურად, თუ კი რამე ავტომობილებს ეხება. ასევე იქ გვექნება ისეთი გადაცემები, როდესაც ხოლმე მე და გეგა წავუძღვებით ხოლმე. ამ გადაცემებში იქნება თვის საუკეთესო და საინტერესო ახალი ამბები, ასევე ყიდვა-გაყიდვის თემები, ბევრი სასაცილო, ესე ვთქვათ, და ხიარული რაღაცების განხილვაც იქნება და მოკლედ მრავალფეროვანი იქნება ეს გადაცემა, ეს არ იქნება ხო რაღაცა პოდკასტური, მხოლოდ სტუმართან ერთად და ასე შემდეგ. იქნება მრავალფეროვანი და შევეხებით ძალიან ბევრ თემას, ასე რომ ყოველთვის დაელოდეთ ჩვენს გადაცემას და თქვენი მხარდაჭერა ისევ და ისევ წაგვედგება მხოლოდ კარგად. ამასთან ერთად გეტყვით იმას, რომ არ გადაახვიოთ ეს ვიდეო და უყუროთ ბოლომდე, რადგან გვექნება გათამაშება. როგორც იცით, კრისტალ ავტომ გადააჭარბა 50,000 გამომწერს და ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება ჩვენი პრიზის გათამაშებაც და პრიზი არის PlayStation 5 Pro Gran Turismo-ს დისკთან ერთად. ხოლო ის თუ რა პირობებით მოხდება ამ პრიზის გათამაშება, ნახავთ უკვე გათამაშებისთვის მიძღვნილ პატარა ვიდეო რგოლში, რომელიც იქნება ამ ვიდეოში ჩასმული. მე არ მეგულება ავტომოყვარული, რომელსაც ეს პრიზი ძალიან არ მოეწონება და დარწმუნებული ვარ, მთელი სული და გულით დაელოდებით, ასე რომ ბოლომდე უყურეთ გადაცემას. ახლა კი დავიწეროთ შემდეგი ბლოგისკენ. მოგესალმებით ბატონო იაგო კიდევ ერთხელ. უდიდესი მადლობა ჩვენს პირველ გადაცემაში სტუმრობისთვის და დროის დათმობისთვის. მადლობა თქვენ. ჩვენი პირველი სტუმარი არის იაგო ხვიჩია, პოლიტიკოსი, პარტია გირჩის ლიდერი. ჩვენს ავტომობილო გადაცემაში პირველ სტუმრად პოლიტიკოსის, ასე ვთქვათ, მოწვევა განპირობებული არის იმით, რომ როგორც ყველა ადამიანის ავტომოყვარულებსაც დღის წესრიგს გვიქმნიან პოლიტიკოსები და ეს წარსულში, უახლოეს წარსულში მრავალგზის უკვე დამტკიცდა.
ეს ეხება მაყუჩების კანონს, ეს ეხება აქციზის გადასახადის გაზრდას თუ სხვა მიმართულებებს, რომელსაც ამ გადაცემის განმავლობაში შევეხებით. გარდა ამისა, როგორც ვიცით, ბატონი იაგო, კი, ჩემთვის სიახლე იყო და სასიამოვნო სიახლე. ჩვენმა მაყურებელმა ალბათ არც იცით, რომ ბატონი იაგო ავტომოყვარულია, უყვარს სპორტული ავტომობილები, ზოგადად ავტომობილები და მართავს Porsche Boxsters. აქვე მაინტერესებს ეს ავტომობილი როგორ მოხდა თქვენს ხელში, ბატონო იაგო და ზოგადად როგორ დაიწყო თქვენი ავტომობილებისადმი ინტერესი? ავტომობილებისადმი ინტერესი, ტურბოს ნაკლეიკების შეგროვებით დაიწყო 90-იანების დასაწყისში. და ფაქტობრივად მთელი კოლექციები მქონდა თავის დროზე ტურბოს ნაკლეიკების, სადაც ყველანაირი მანქანები იყო გამოსახული. ხა იმ დროს ჩვენ საბჭოთა მანქანების გარდა სხვა მანქანები არ ვიცოდით ფიზიკურად და ეს პირველი ერთგვარი შოკი იყო, რომ აღმოაჩინეთ, რომ რაღაცნაირად თურმე სხვანაირი მანქანებიც ყოფილა სამყაროში, ვიდრე ჩვენთან დადიოდა. და მას შემდეგ ვიცი, რომ მანქანა მხოლოდ ისინი იყო, რომელიც ტურბოს ნაკლეიკებზე ეხატა და არა ის, რითაც ჩვენ დავდიოდით. მის მერე სულ თვალს ვადევნებ მეტნაკლებად ზოგადად ამ ინდუსტრიას, ესე რომ ვთქვათ და ყოველთვის ყავს ჩემი ფავორიტები. რაც შეეხება ახლა მანქანითაც დავდივარ, ეგ მეგობრებმა მაჩუქეს გასულ წელს დაბადების დღეზე იცოდნენ, რაც ჩემი სიყვარული Porsche-ს მიმართ მოინდომეს და ესეთი სასიამოვნო სიურპრიზი მომიწყვეს. მის მერე დავდივარ ამ მანქანით. აი თქვენ ახსენეთ ახლა ჩემი სიყვარული Porsche-ს მიმართ. ესე იგი რაღაც განსაკუთრებული შეხვედრება გაქვთ ამ ავტოწარმოებელთან, ხო ალბათ? კი, Porsche ძალიან მიყვარს. ხო, ავტომოყვარული იყო ადამიანი და Porsche არ გიყავდეს და არ მინახავს ეს შემთხვევა. აქვე მინდა გითხოთ ეს რაღაც. ამ Porsche-თი თქვენი ავტომობილით თუ ქონიათ სურვილი ტრეკზე გატესტვის, ან საომოლოდ თუ გეგმავთ, ან თუ ქონიათ ესეთი შემთხვევა, რომ ის შესაძლებლობები, ასე ვთქვათ, ბოლომდე გამოგეცადათ. იცით როგორ არის, რომ ტრეკზე ყოფილვარ სხვადასხვა მანქანით. ამ მანქანით არ ყოფილვარ. ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ Porsche Boxster-ზე რო ზიხარ, რაღაცნაირად გონია, რომ სულ ტრეკზე ხარ. კი ბატონო. ხა მე სტრაფაციარული, როგორ გითხრათ, აი მიყვარს კვირაში 10 წუთი. და ამისთვის სპეციფიურ ადგილებს სულ არჩევ, რომ რაღაცა ის ვიპოვო, რა ქვია, სპეციფიური ადგილები ვიპოვო და თან ფრთხილად ვიარო. სამბლში არ არის, თავარი ამოცანა არ არის სტრაფაციარულში. თავარი ამოცანა მდგომარეობს აი მძღოლზე მორგებული მანქანით სიარულში. როდესაც მანქანას აქვს ესეთი სპეციფიკაცია, რომ ის მძღოლზეა მორგებული და მორგებული არა იმაზე, რომ კომფორტულად იარო, რომ რაღაცა სადმე უხეში არ იყოს მანქანა ასე. მე პირიქით ამ მანქანის სიუხე შემომწონს და ის გამოცდილება, რომელსაც ასეთი ტიპის სპორტული მანქანები იძლევა. კი, მესმის ახლა რომ საქართველოში სიჩქარების სია შეზღუდული, რომ ჯარიმას ყველგან აიკიდებ და საღაზრთან ეგ არაფერ კავშირში არ არის ზოგადად. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ხალხი რომ ზაპოროჟეცით რო დადიოდა, იგივე სიჩქარებია, დღეს დაშვებული, გინდა Porsche ყავდეს და გინდა Ferrari, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა მანქანები კარგი გყავს. ხო და ამიტომ ტრეკზე არ მიფიქრია მანქანით გასვლა სხვათა შორის, იმიტომ რომ რატომღაც ეგე დავარწმუნე ჩემი თავი, რომ ყველგან ტრეკია, სადაც დავდივარ. ისე როგორია თქვენი წარსული და აი მანქანების მე რა ავტომობილები ყოლიათ თუ საიდუმლოა? არა, საიდუმლოა იყოს კაცო. და რომელი თქვენი ფავორიტი? ალბათ Porsche, თუმცა მაინც Porsche ყველაზე ფავორიტია, რა თქმა უნდა. Porsche-მდე ყავდა 3 Mercedes-ი, E-კლასის კუპე, C-კლასი და ერთი ჯიპი მყავდა, ML-ი არ მიყვარდა სხვათა შორის. მანამდე მყავდა მესამე თაობის BMW, მანამდე მყავდა Volkswagen Golf-ი ორკარიანი ისიც და სხვათა შორის ძალიან კაი მანქანა იყო. ესე იგი გერმანული ავტოინჟინერია, მე გერმანული იმდენი ფული არ მაქვს, რომ იტალიური მანქანა ვიყიდო, ჯერჯერობით მქონია ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ მქონია რომ ყველაზე კარგი მანქანები და მე ჩემთვის თავარი მაინც დამახასიათებელი რაც მანქანებში მომწონს არის გარეგნული სილამაზე, ლამაზი უნდა იყოს, აი მანქანას. იცი როგორ არის? არსებობენ ადამიანები, რომლებიც მანქანას უყურებენ როგორც გადაადგილების საშუალებას, ან ტვირთის გადაზიდვის საშუალებას. აი როს წარმოვიდგინოთ შუა საუკუნეებში ვართ რა დაუშვათ. მაშინაც ხო არ იგივე საჭიროება გადაადგილება და ტვირთის გადაზიდვა. არსებობს ხალხი, რომელსაც მოწონს ფაიტონი.
პირობითად ან რაღაცა მოწონს ესეთი რამდენიმე ცხენ შებმული რაღაცა ეტლი ძვირადღირებული პირობითად და აი არსებობს იმ პერიოდში ადამიანები რომელსაც მოწონთ კაი ცხენი აი რომ მოწონთ საკუთარი ცხენი კარგად რომ ზიხარ აი ლამაზად რომ გამოიყურება და ასე შემდეგ და აი მე ასე ვუყურებ ანუ მე არ მომეწონებოდა ფაიტონი პირობითად არ მომეწონებოდა რაღაცა სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ ავტომობილმა წინა შემთხვევაში აზრი არა ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ის კარგად გამოიყურებოდეს და კარგად დადიოდეს ჩემთვის მეორე ხარისხოვანია შიგნით არსებული დიდი სივრცეები პირობითად როგორც ასეთი და ასევე ჩემთვის მეორე ხარისხოვანია და კიდევ ნაკლია ორზე მეტი კარი ხანაზე ამიტომ ძალიან ისეთი კონკრეტული იმითი რა ქვია პრეფერენციებით მოძრაობ ესე რომ ვთქვათ მანქანასთან დაკავშირებით და აი Porsche ჯერჯერობით ყველაზე კარგად ახორციელებს ამ მას რა ქვია ფუნქციას თუმცა Mercedes E-კლასის კუპე მყავდა და ისიც ძალიან კარგი იყო უახლოეს წარსულში რამდენიმე წლის Porsche-ს რო დაუბრუნდეთ ისე როგორია Porsche ექსპლუატაციაში და მართალია თუ არა რომ მისი შენახვა ცოტა თანხებთან არის დაკავშირებული. Ძალიან იტალიური ავტომობილებიც ახსენეთ და დარწმუნებული ვარ იტალიური ავტომობილების არა მარტო ფასია, ხოლო ძვირი, არამედ მისი შენახვაც ძვირია და მისი წესრიგში მოყვანაც. აი Porsche როგორია ამ კუთხით და მისი სერვისი როგორია თქვენი გამოცდილებით? კაი ცხოვრება ჯდება ძვირი. მოდი აქედან დავიწყოთ. ანუ გასაგებია რომ მაგ Ferrari F40-ის მოდელი დგას უკან. ხა ყველას ესმის რომ Ferrari F40 არასდროს არ ღირდა იაფი, მისი მოვლა პატრონობა არასდროს არ ღირდა იაფი და მას უფრო ნაკლები რესურსი აქვს ვიდრე Porsche-ს და ვიდრე BMW-ს და Mercedes-ს, მოდი ასე ვთქვათ. ზოგიერთ Volkswagen-საც კი შეიძლება. ზოგიერთ Volkswagen-საც კი, მაგრამ ეს არ არის Ferrari-s ნაკლი. ეს არის უბრალოდ მისი კონცეფცია, მისი სიარულის მანერა, სისწრაფე ბევრი სხვადასხვა პრეფერენციები ასევე არის განსაკუთრებული და ხო ჩვენ თუ გულისხმობთ იმას რომ როცა პირობითად რაღაცა სპეცტექნიკა გვჭირდება A წერტილიდან B წერტილამდე რაღაცის გადასატანად მაშინ Ferrari-ს არავინ არ ეძებს არც Porsche-ს არ ეძებს მაშინ არავინ მაგრამ შენ თუ უყურებ ამას როგორც მანქანის მოყვარული რომელმაც სიამოვნება უნდა მიიღოს მართვისას გასაგებია რომ ეს სიამოვნება ჯდება უფრო ძვირი ვიდრე პირობითად სხვა ჩვეულებრივი მანქანა რომელიც ამას არ არის ამისთვის შექმნილი სხვა რაღაცისთვისაა შექმნილი მაგრამ ისინი ერთმანეთს არც დარდება Porsche ამ ხრივ გამონაკლისია ჩემი დაკვირვებით მას როგორც სხვა გერმანულ მანქანებს არც რესურსთან დაკავშირებით აქვს განსაკუთრებული პრობლემები და განძლიერებასთან დაკავშირებით და გარდა ამისა განიჭებს ამ სპორტულობის და მართვის სპეციფიურობის შეგრძნებას რომელსაც ცხადია რომ Ferrari და Lamborghini და რაღაცები მოგანიჭებს ბუნებრივია უბრალოდ იმ საფასო კატეგორიაში რა საფასო კატეგორიაშიც Porsche არსებობს ფასის და გამძლეობის და აი ამ სპორტული ტარების შეგრძნების თვალსაზრისით ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ნაზავია არსებობს მანქანები რომელსაც არ მჯდარო არ ყოლია და არ ქონია ბედნიერება რომ მჯდარი ყავი მაგალითად Lotus-ი ძალიან მაინტერესებს რომ პირობითად ამიტომ მგონია რომ რაღაცა მსგავსი იქნება ისიც მე მგონი საუკეთესო გერმანული მანქანა ალბათ ჩემი აზრით არის Porsche. კი, გეთანხმებით სულად. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ახალი კანონი დაინიცირდა, რაც შეეხო ყველა ავტომოყვარულს, შეეხო ყველა მძღოლს და ავტომობილის მფლობელს საქართველოში. პირველი ტალღა იყო ეს მაყუჩების კანონი და ვიზუალური გადაკეთების შესახებ შემოღებული შეზღუდვები. შემდეგ კი საუბარი იყო 6 წელზე ძველი ავტომობილების აკრძალვაზე. ბოლოს კი საბოლოოდ მოხდა ისე, რომ გაიზარდა განბაჟება, ანუ აქციზი. რეალურად აიღწევა თავის შინაარსით. ხო. თქვენი აზრი არის ძალიან საინტერესო, არა მარტო ჩვენთვის მაყურებლებისთვისაც, თქვენ გამოირჩეოდით ამ საკითხისადმი აზრის გამოხატვით ვიდეოების სახით Facebook-ზე და აი ეს შედეგი რაც გვაქვს დღეს აი ამ ყველაფრის გადმოსახედიდან რო ველოდოთ და თქვენს მქონიათ თუ არა პრობლემა მაგათაც მაყუჩებზე, თქვენს ავტომობილზე. არა, საბედნიეროდ ჩემს მაყუჩს ქართული სისტემის აზრით თავისი ორიგინალი მაყუჩი აქვს და ამიტომ ამის ხმა სხვანაირად ესმის. დეციბალი სხვანაირია. ის დეციბალი როგორც ჩანს სხვანაირია. ამიტომ მე არ მქონია პირადად ამის პრობლემა, ძირითადად მე როგორც ვიცი BMW ვიყავდათ გამოჭერილი და უმრავლეს შემთხვევაში კი. ხო, დაახრჩვეს ხალხი მართლა. იცით როგორ არის, თან არ დაწყებულა ეს მითი მაყუჩებით ეს მავნებლობა თავის შინაარსით დაიწყო მარჯვენა საჭიანების აკრძალვით. უბრალოდ საზოგადოების თავში სულ არსებობს რაღაც ტიპის შიშები. და ყოველთვის სისტემა იყენებს ამ შიშებს ახალი შეზღუდვების შემოსატანად.
მარჯვენა საჭიანებზე ეს იყო. ავარიები და რაღაც. ავარიების რიცხვი თუ იზრდება. აი 10 წლიანი შეზღუდვა რო შემოიღეს, იქიდან დღემდე გაზრდილია. აი 6-იანი რო შემოიღეს, ახლა ეს ამთვის რო შეამოწმო, მაშინაც გაზრდილი იქნება ზოგადად. და საერთოდ მანქანები ყველაზე ნაკლებად პრობლემური მგონია მე ამ ავარიების რიცხვში. თავარი არის გზები. თქვენ რო თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე გაიაროთ, აი ხიდები სადაც არის თავშდაბოლოში განსაკუთრებით, რამხელა ჩასახტომი და ასახტომია. რიკოძე ახალი მაგისტრალი გავაკეთეთ. თითქოს ხალხი 2 საათში და ჩასულიყო ბათუმში და 80-იანი შეზღუდვა აწერია. ანუ მაგისტრალზე რომელზედაც მილიონები დაიხარჯა იმისთვის, რომ ხალხი სწრაფად გადაადგილდეს, რომელიც წესით უნდა იყოს იმისთვის, რომ დიდი ხანი ხალხი გზაში არ იყოს. ახალი გზა არის და იგულისხმება, რომ 2026 წელია და 1986 წელთან შედარებით მანქანების ხარისხი გაუმჯობესდა. მაგრამ მაშინაც ამ სიჩქარით დადიოდნენ რიკოძე. და დღესაც ამ სიჩქარით დადიოდნენ ხალხზე ზრუნვის მოტივით. აი ძალა 10 წელზე მეტი მანქანის შემოყვანა, ახლა 6 წელზე მეტი მანქანის შემოყვანა, მარჯვენა საჭიანი მანქანის შემოყვანა, ხალხზე ზრუნვის მოტივით შემოიღეს ტეხასმოტრები, ბორბლები ზამთარში უნდა დაცვალო და ზაფხულში რაღაცა უნდა გააკეთო. აი ეს რა ქვია, მაყუჩი, რომელიც ასევე ხალხზე ზრუნვის მოტივით რომ ხალხი არ შეწუხდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა, იმიტომ რომ რა შუაშია ზოგადად მაყუჩი. მანქანას ნებისმიერი მანქანა აიღეს, შენ თუ ბოლომდე მიადგამ გაზის პედალს ფეხსის, ნებისმიერი ყველა აცდება იმ დეციბელებს, სადაც დადგენილია. და შეიძლება ადამიანი დადიოდეს, რა ვიცი, ნებისმიერი აქ ყოფი მანქანით, არა გაზავებდეს და არაფერს არ აცდეს ამ მანქანის არავინ არ შეწუხდეს. არავინ არ შეწუხდეს ამით. ამიტომ მაყუჩების დასჯა არის სრული აბსურდი. უნდა დასაჯო ხმაური და არა მაყუჩი. ამაზე რომ ადამიანები სერიოზულად ფიქრობდნენ, ჩვენ რო გქონდეს მართლა ესეთი სამოქალაქო საზოგადოება, თავისი ინსტიტუციებით, არ იყოს ხალხი, რომელიც პანიკაში ვარდება ყველაფერზე ერთი და მეორე, რაც ყველაზე მთავარია და რაც ვერ მოვიშალეთ, უცოდინარი ადამიანებისგან აზრის გამოთქმა. ანუ მანქანების პოლიტიკა და მანქანების სხვადასხვა რამეა. კი ბატონო. ერთია შენ მანქანებში ერკვევი, იცი რომ რამდენ წამში აჩქარდება პირობითად, იცი რაღაცა მოტორის კუბადურა იცი, როგორ მუშაობს გადაცემათა კოლოფი, წინა ამძრავია თუ უკანა ამძრავია, ეს ყველაფერი იცი, მაგრამ რა პარკს ანახლებს, რას მელაპარაკები, 6 წლიანი მანქანების შეზღუდვა პარკს ანახლებს, კი რა პარკს აძველებს. ეგრე მაშინ კუბას საერთოდ განახლებული და ხონდეს პარკი. იქა შეზღუდვა? არა, იქ მანქანები არ შედის, უბრალოდ ძველი 50-იან წლების მანქანებია. აი ესეთი ტიპის აბსურდები, რომელიც ამ საზოგადოებაში არსებობს, ამაზე არ მიდის სერიოზული დისკუსია. ამაზე ტელევიზიები დაკავებულია აბსოლუტური ნაგვით, სადაც უბრალოდ ყველაფერს ვერ გაარკვევ. პლუს ამას დამატებული, აი როგორ გითხრა, ვითომ სპეციალისტები, თუ დაინახა რომ ვიღაც მანქანაზე ეს რაღაც 1-2 ვიდეო გადაუღია მანქანაზე, მე სისულელეს რო იტყვის. მიაჩნია რომ აი ნახე ეს კაცი ამას კარგად ერკვევა და რაღაც მანქანის მოტორებში და ახლა ამბობს რომ ეს გარემო ზღუდავს. მანქანის მოტორებში რო ერკვევა ვიღაცა იმას ხوار ნიშნავს რომ სხვა რამეში ერკვევა. ეს ვით ან საერთოდ გულწრფელია, შეიძლება მანქანის მოტორთან დაკავშირებით გულწრფელია, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტასთან როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული, იმასთან რამდენად გულწრფელია კაცმა არ იცის. რეპუტაციას იყენებენ ბოროტად პოლიტიკაზე საუბარში. წეგან თქვენ ახსენეთ გზების მნიშვნელობა. ისეთ ჩვენ გვაქვს ახთან ერთად პორტალი Crystal Auto Gym, სადაც ყოველდღიურად ვაქვეყნებთ საინტერესო ახალ ამბებს, ნიუსებს ავტოთემატიკასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ნიუსი ქონდა, თქო ჩვენ ვალენსიაში ჩატარებულ ექსპერიმენტთან დაკავშირებით. ანუ ერთ-ერთ მონაკვეთზე, გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, გზა დააგეს. ავტობანის ერთ-ერთ მონაკვეთზე. თლიანზე არ რაღაც მონაკვეთზე. გზა დააგეს უფრო გლუვი, რამაც გამოიწვია საწვავის და საბურავის ცვეთის შემცირება მნიშვნელოვნად. და გამონაბოლქვისაც ასევე. ხო, რა თქმა უნდა, როცა საწვავი მცირდება, ანუ სიგლუემ გამოიწვია, გზის სიგლუემ გამოიწვია საწვავის შემცირება და რა თქმა უნდა, ეს ტოლობის ნიშანი არის ეკოლოგიის გაუმჯობესებასთან. ხოლო მაშინ, როდესაც ჩვენ ქალაქში სიგლუეზე აღარ არის ლაპარაკი და მანქანას ორმოებში ვტოვებთ, ამ დროს უფრო იზრდება საწვავის მოხმარებაც, უფრო ზიანდება ცვეთადი ნაწილებიც, ზრდის ხარჯებს, ზრდის გამონაბოლქვსაც ჰაერში. საცობში როცა არის ხარჯავს ყველაზე მეტად აბინძურებს გარემოს, მაშინ როცა საცობში. ან უწევს გაჩერება, შემდგომ თავიდან აჩქარება. არავინ არ ლაპარაკობს სიმართლეს. რა იყო მიზეზი? აი რა არის მაგალითად 6 წამდე ადვლებდოთ მანქანებს. ხო, არავინ არ ლაპარაკობს. რეალური მიზეზი. რეალური მიზეზი რა არის და რეალური მიზეზი ცაზე წერია. აი უბრალოდ დაკვირვება ჭირდება, თორე ის რომ ახალი მანქანები გაიყიდოს. რა უშლის ხელს
პირობითად, რა ვიცი, ახალი Mazda-ს გაყიდვას. რა უშლის თელს? ეკონომიკური მდგომარეობა ხალხის. ხალხის. BMW-ები და Mercedes-ები. ხომ პირველ რიგში რატო ყიდულობს ეს ხალხი ძველ BMW-ს და Mercedes-ს, იმიტომ რომ ეკონომიკურად შეიძლება ვიღაცისთვის ჯობია, ესე საკამათო ვიღაცთვის არ ჯობია, თუმცა თავარი მაინც ეკონომიკური ფაქტორი მგონია. მე ვიცი 2/4 არის თუ 5 ამაზე კამათობს. მაგრამ მოდი ესე შევხედოთ, კონკურენტი რა არის ახალი მანქანების? არის მეორადი უკეთესი მანქანები. არსებობს ადამიანთა უდიდესი ნაწილი, მეც ასეც განვეკუთვნები, რომელსაც ჩემნია რომ იყიდოს შედარებით ძველი, მაგრამ კარგი მანქანა, რომელიც მოწონს, ვიდრე ახალი მანქანა, რომელიც ან იმ ფილმის არ არის, რომელიც მოგწონს, ან იმ კონფიგურაციის არ არის, რაც მოგწონს და ასე შემდეგ. საცობებია, მე მარგუმებს ვერ მივიღებ. საცობები რა ვიტყვი, 1993 წლის მერე თბილისში ხიდი არ აშენებულა. მაშინ დადიოდა 100,000 მანქანა, დღეს დადის მილიონი მანქანა. თუ შენ ხიდს არ აშენებ ქალაქში 40 წლის განმავლობაში, მაგისტრალს არ აშენებ ახალს, ესტაკადას არ აშენებ. 10 ჯერ გაიზრდება მანქანების და მოსახლეობა გაიზარდა, მარტო მანქანები ხო არ არის, მოსახლეობა გაიზარდა. მე ვიცი რომ ყველაფერი რაღაც ბიზნეს ინტერესების ამბავია. რუსეთში მაგალითად გამბაჟება რომ ერთი მანქანის ფასილის ეს ახსნილია იმითი რომ იცი რა ჩვენ ვიცავს იმას შიდა წარმოება. შიდა წარმოებას და მთელი ქვეყნის მოსახლეობა რაღაც სისულელი ტაჭკებით დადის. ჩვენ კიდე კანი არ გვაქვს მანქანის წარმოება. მანქანა ჩვენ მაინც ვერ გავაკეთებდით და კიდე უარესად შევზღუდავდით ცუდი მანქანები მოგვიწევდა სიარული. კიდე კაი, მერც მადლობა რომ მანქანას არ ვაწარმოებ. გამბაჟების გადასახადი ხო გვაქვს. სრულიად გაუაზრებელი შინაარსით, იმიტომ რომ ჩამოიყვანა უცხო კლიენტები და აუხსნა რატომ არის ამ მანქანაზე ასეთი გამბაჟება, იმაზე ასეთი. საერთოდ რა შევჭირდება ეს ამბავი? ამას ვერ გაიგებდა ეს უცხო კლიენტები, რო აგეხსნა. შენი მანქანიდან რაღაცა 10% მივეკუთვნის, ვაო, რაცა გეუბნები. ხოლო შენ ეს რო პირდაპირ არ გითხრა გეუბნები არ ისეთ სიტყვებს, რომელიც გაგიხარდეთ. ოში კარგად რო ხდება, მე ზრუნავ შენს ჯანმრთელობაზე. ჰაერი, ბავშვებმა უნდა ისერილონ სუფთა ჰაერზე, ეს არის ადამიანის უფლება და აბა ჩანჯეკით ხალხო ავტობუსებში და მიდის გაპიარება 18 მეტრიანი ავტობუსების. მე რომ მოვიდი შეთანხმდა და გითხრა რომ მე მინდა ზმაო შენ მანქანა გადმოგსვა და დაგსვა ავტობუსით გატანო. შენ ხომ ეთქვი კაცრავად, მაგრამ შენო არასოდეს არ არის ჩემი ბრალია. არასწორად არასდროს. სულ არის უფრო მეტი შეხოდვა. რაც უფრო პრავა გამკაცრე რა გამოვიდა, რომ გამოვიდა, რომ სანამ პრავას არ აიღებ, მანქანას პარებას ვერ ისწავლი. პრავა დღეს მანქანის მართვის მოწმობა არანაირ კავშირში არ არის, რომ შენ მართვის მართვა იცი ამასთან. დი ბატონო გეთახა. კავშირში არის იმასთან, რომ უფლება მიიღე, რომ ისწავლო. და თლიანად უარყავით ის ტრადიცია, სადაც შობლები შვილებს ასწავლებდნენ. ანუ ჩარხთან მუშაობას თუ მამების შვილებს ასწავლიან. მანქანის ტარება რა გახდა, რომ მამამ შვილს ვერ ასწავლოს. საკუთარ შვილისთვის რა არის კარგი, მამაზე უკეთესად, თითქოს ვიღაცა იმან ინსტრუქტორმა იცოდეს ემისი. ხო და ამას სანამ ადამიანები დაუპირისპირდებიან არასაღიაზრით და კრიტიკით, არამედ დაიან ემოციური სისულელით, ესმით, აქ ხომ მარტო მანქანის მოყვარულები აღებულობენ გადაწყვეტილებას. ღებულობს მთელი პოპულაცია. მთელი პოპულაცია რავი მანქანის ცოდნა იქნება 10%. შეიძლება ეგეც არ იყოს. შეიძლება ეგეც არ იყოს. და 90% არის ემოციური აი როგორც ზედაპირული ადამიანები. აი ამ ემოციურ ზედაპირულ ადამიანებზე დგას ბოროტება. ჩვენ ძალიან ბევრი მტერი ყავს, მანქანის მოყვარულებს ყავს ინტერიერებს. კი ბატონო. ერთი ასე შეკითხვა მექნება, წაღანი საკითხს რო დაუბრუნდეთ Mazda-ს საკითხს. აი მაგალითად ძველი Mercedes და BMW ჯობეთ რომ Mazda-ს. იქ თქვენ თქვით რომ Mazda პირობითად შეიძლება. ხო, არა, რა თქმა უნდა, კი. იქ თქვენ ესეთი რაღაც თქვით რომ რა არის ამ მანქანის კონკურენტი და მტერი. ანუ ამ მანქანის კონკრეტული არ არის. ამ მანქანის გაყიდვის პირველი მტერი, გაყიდვის რეალიზაციის მტერი პირველ რიგში მგონია რომ არის ხალხი, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი ფინანსები რომ ახალი მანქანა იყიდოს. ამას დაკავშირებით ჩვენ გქონდა ამ ნიუსი როცა გამოვაქვეყნეთ ამ აკრძალვასთან დაკავშირებით, ესეთი კომენტარი ვნახე რომ აი ჩვენს გვინდა ახალი მანქანები, თუმცა სად არის მაგ მანქანების საყიდელი ფული და ძალიან ბევრი ლაიკი ქონდა ამ კონკრეტული ადამიანის კომენტარს. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მაინც საბოლოოდ ალბათ მივალთ უფრო გლობალურ პრობლემამდე, რაც ნიშნავს ეკონომიურად დაბალ საფეხურზე მყოფ მოსახლეობას. სახსრების არ ქონდა. ხო, ეს ყოველთვის იქნება. თორე პირველ რიგში ეს არის. თორე ყოველთვის იქნება, მაგრამ ნახმერის იქნება მინდოდა ამ შემთხვევაში. ცხადია, რომ ახალ მანქანას ბევრი ფული ჭირდება დააშენება, მაგრამ ახალი მანქანების ფასი 15,000 დოლარიდან რაც იწყება. მანქანას გააჩნიათ. კი. ჩინური მანქანები ხო ეს დამავიწყ. უნდათ რომ იაფფასიანი, შედარებით იაფფასიანი ახალი მანქანა შემოგასაღვონ რამდენიმე წლის გასაგებია რომ დაახლოებით შემარ განახლებდეს ფასი მანქანის 5 წლის შემდეგ. ამ მანქანასთან შედარებით თავარი კონკურენტები სინამდვილეში ახალი მანქანები ხო ახალი ამერიკული ან გერმანული მანქანა ხო არ არის ახალი ჩინურიდან
როგორ ითქვა მეორე ეშელონის მანქანების კონკურენტი არის მეორადი მანქანები. ხო, აი ამ კონკურენციის შორებენ. ისევ როგორც მარჯვენა საჭიანების შეზღუდვის მთავარი კრიტერიუმი იყო კონკურენტების მოშორება. ისიც ასეთი კონკურენტი იყო. ამ საზოგადოებას პრობლემა აქვს ის, რომ ის სპეციფიური ადამიანები, რომლებიც მანქანებში ერკვევიან, ახლა უამრავი სხვადასხვა ადამიანი, რომელიც მანქანაში ერკვევა, იცის, რომ რა ვიცი, Porsche 993 აკრძალვა არ შეიძლება იმის გამო, რომ 15 წლისაა პირობითად. ის სხვა რამეში ვერ ერკვევა. მე არ ვიცი ასეთი ადამიანი, რომელსაც აწუხებდა ის, რომ ხალხი დადიოდა 10 წელზე მეტი მანქანით. თუმცა ნახავდით ბევრს აწუხებდა ცუდი გზები. ხო, ყველას ალბათ. ხო, ანუ ცუდი გზები, საცობები, მე ვიცი რომ დღეს ვინც უყურებს ამ გადაცემაში, ბევრი აღმოჩნდება, რომელიც ითქვის, რომ აი მარჯვენა საჭიანების მე არ მეთანხმები, გეტყვის. შენ მართალი ხარ იმაზე მაგუჩებზე, მაგრამ მართალი არ ხარ იმაზე, რა ქვია, რა ვიცი, რაღაცაზე, რა, რომ ტეხას მოდრი არის საჭირო გეტყვის. ხო, და აი მაგ ხალხი ყველაზე მეტად ხალხი არ მევასებ. აი მაგ ხალხს არაფერი არის, ვაფშე ვერაფერი ვერ გაიგო, რასაც ვაპარაკობდი როგორ ჩანს. მე რო ვიზახდე რომ ფეხებზე კიდე აღშტილები მე, თუმცა ჩახს მანქანა თავისი მოყვება. და ვიზახდე რომ ფეხებზე კიდე აჯარი მონამაზე ხალხი მეტი. მაგრამ მე არ მომწონს ზოგადად მანქანების 6 წელზე მანქანების შეზღუდვა მე. მე ხო სულელი უნდა ვიყო ეს რო გავაკეთე. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს თქვა ისიც რომ 2 საათზე რო ვიღაც გამოდის და მანქანას აბღვილებს და ვიღაცას ძინავს და არაძინებს, ესეც სხვისი თავისუფლების შეზღუდვა არის. ის ხო თავის მუღამს ისწორებს. ხო თავისუფალი ადამიანი კი ბატონო, თუმცა სხვისი თავისუფლებაც არის ის გაცნობა. მაგით შევანგე ერთ პრობლემაში რა ყოფილი. თუმცა ეგეც იდიოტია. და ვიდეო კამერები რო არ ეყენა და რაღაცა რო არ ეყენა. ეს ამის არ მოყვა. აი ფიზიკურად იმის არ მოყვა, ვიღაც აპოილებს. საერთოდ არ არის პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ეს გინდაში. კი, რა თქმა უნდა. ხო გინდა ხალხ ყველაობაშია კაცი, რომელიც ზოდათრება მეზობლება უნდა დაგფაოთო ყველის. მაგრამ ამის გამო თემის სამეზობლოს გაჩხრება და ასეთ თქვენ არ იკლებთ უმოშიო, აი ხო არ ხდება ეს. ანუ კრიმინალ დანაშაულის პრევენცია ესე არის მოთხოვილი შინაარსობრივად, რომ ის თელ პოპულაციას არ უნდა აწუხებდეს. იდეალური პოლიცია და იდეალური საპოლიციო სისტემა არის ის სისტემა, სადაც შენ პოლიციას საერთოდ ვერ ხედავ. და არ მეცი ახლა ბევრ ქვეყანაში ყოფილა, სადაც პოლიცია თვალით არ მინახავს. კი ბატონო. მაგრამ როგორც იქ ვინმე რამეს დააშავებდა, პოლიცია უკვე გაჩნდებოდა. და ჩვენთან ხან ერთი მანქანაა გადაყენებული, ხან მეორე მანქანაა გადაყენებული, ხან ერთი მუშიტები, ხან მეორე მოტოციკლეტების ზღოლებს ხო საერთოდ სისხლი გაუშვეს. აი უბრალოდ ხო სისხლი გაუშვეს რაღაც თქვი. ხო და პოლიციამ არ უნდა სდიოს იმას ვის როგორი რუშნელი უპენია. არას არ უნდა სდიოს მანქანა რომელსაც არის გამოშვებული თუ ის დადის და არაფერს არ არგოს. არ არის ეს მისი საქმე. იმიტომ რომ როცა ამას აკეთებს, ის პოლიციელი არ გამოდგება რეალური დანაშაულის დასაჭერად. იმიტომ ის არ არის გაწყვეტილი რეალური დანაშაულის არის გასახსნელად. არის რეალური დანაშაულის დასაჭერად, სრულ დანაშაულის არ არის სრულ დანაშაულის დასდებს. საბჭოთა კავშირი აკეთებდა ამას, რომ აი პოლიციები და ხალხი უნდა ყოფილიყო ერთმანეთის დაპირისპირებული მხარეები. იმიტომ რომ ისინი ცუცაბეს აკეთებდნენ და თანამზრახველი იყო პოლიციელი მათი შინაარსობრივად. შენ რაღაცა კაი საქმესაც აკეთებდა, მაგრამ ძირითადი მონოპოლობა არ უნდა დავიწყებოდა ვისი თანამზრახველი იყო და მე კიდე მგონია რომ პოლიცია უნდა იყოს ხალხის თანამზრახველი. ჩვენი ტექდათვალიერება ხომ არ ჯობია? აი რახან არ მუშაობს და ვიცით ყველამ რომ ეხა არ მუშაობს ეგ გამართულად და ტექდათვალიერება არ არის ის რომ ავტომობილი 100% გამართულია, ამის დასტური არ არის. ხომ არ ჯობია ისეთი ტექდათვალიერება დაინერგოს, რომელიც რეალურად გახდება პასუხისმგებელი ამაზე? ტექდათვალიერება უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ვისაც უნდა რომ თავის მანქანა დაათვალიეროს, პრობლემა არ არის. მეცნიერ ადამიანს როცა ჯდება სატესტა, თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ უნდა იყოს საკუთარ სიცოცხლეზე და საკუთარ მანქანის ტარებაზე. საკუთარი სიცოცხლის დაცვის მოტივით ვალმებულია წავიდეს და რაღაც გააკეთოს. თუ ამას არ გააკეთებს, პასუხისმგებელი არის თვითონ. ხო მეორე ვარიანტი. თავრობა გეუბნება რომ მოდი ჩემთან, მე დაგიდგინე წესი, როგორ უნდა ტექდათვალიერება, შენ ეს გაიარე. თავრობაზე იმდე. მე მაინც მოხდა უბედური შემთხვევა. ვინ არის პასუხისმგებელი? ვინ არის პასუხისმგებელი? თუ მთავრობა არ არის პასუხისმგებელი, მაშინ რატო შემომოწმებითა? კი, არის ეგ მხარე ნამდვილად. კი. ესვით ანუ მე მაგიტომაც ვარ პრინციპულად წინააღმდეგი თავრობის მიერ ტექდათვალიერებების ჩატარების სავალდებულო წესით, რომ მაშინ რო უბედური შემთხვევა მოხდეს, ამის შემდეგ მოხდეს, მაშინ თავრობამ უნდა აგოს პასუხი. იმანაც აგოს პასუხი? არა, თავრობამ უნდა აგოს, იმიტომ რომ მე ხო ჩემზე რაც იყო დამოკიდებული ყველაფერი ვქედი. გადავიხადე, გავიარე სავალდებულო. გავიარე შენ ეს მომეცი ვქედი. მე მაინც მომივიდა უბედური შემთხვევა. პასუხისმგებლობის გადატანა არ შეიძლება მთხოვნიდან სხვაზე. ესმით და
როდესაც მთავრობას ტექნოლოგიას შემოვა, ბუნებრივად პასუხისმგებლობა გადადის მასზე. კი, აი საზღვარგარეთ სადაც კი არა თითქმის ყველგან განვითარებულ სამყაროში ყველგან არის ტექნოლოგიება სავალდებულო. ევროპის ქვეყნები რო ავიღოთ, ხო? რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ტექნოლოგიება გაცილებით დიდი სიზუსტით, სიმგასით და მაღალი პროფესიონალური დონით ტარდება, კი ბატონო. იქაც ხომ არავინ არ აგებს მაგაზე პასუხს. არა, მოდი ესე მე არ მგონია რომ ევროპული მაგალითი ზოგადად რა მანქანებთან დაკავშირებით აიყო საერთოდ კარგი მაგალითი. თუ ვინმე სამეში ბაძავ, კაი რამეში უნდა მიბაძო. იცი რა გერმანიაში ასეა. ის ხალხი ჩვენზე 15 ჯერ დიდ არის საზოგადოება. 15 ჯერ კაცის თავზე. 1000 გართობის საშუალებასთან მაიმუნობის საშუალებას აძლევს საკუთარ თავს. ჩვენ ამის ფუძუნება არ გვაქვს. ფიზიკურად არ გვაქვს ის ფუძუნება, რასაც გერმანელები მათ შორის ხშირად შეცდომით საკუთარ თავს აძლევენ. გერმანიაში მე გერმანელებთან ყველაფერზე მიბაძო არ მინდა კაცო ფაშიზმიც იქ შეიქმნა. ხო არ ბაძავ, ფაშიზმით აი ეს ხო არ ვიზა. გერმანელებმა კაი მანქანა გააკეთეს. კაი გზა აქვთ, სადაც შეგვიძლია არ არის სიჩქარის. კაი გზა, მაგრამ გერმანიაში რავი ახლა ყოფილვარ გერმანიაში და მე არ მომწონს გერმანიის ავტოპარკი. 50-60-იან წლების გერმანიის 70-იან წლების გერმანიის ავტოპარკი უფრო ლამაზი იყო ჩემი აზრით. ამერიკულზეც იგივე სიტყვი. მაგრამ როცა ისინი განვითარდნენ, როცა იქ მანქანის ინდუსტრია ვითარდებოდა, საერთოდ სხვა გარემო იყო იქ. ბოლო ახალი კომპანია მანქანის. რამდენი წელი 50, შეიძლება 60, 70 წელი, 100 წელიც კი არის, რომ ახალი მანქანების კომპანიები არ იქმნება. რატომ? იმიტომ რომ ეს რაღაცა დეგენერატობები შემოიქცეს. ფაქტობრივად პოტრდება რეალურად თავარი კომპანიები და ჩინეთში და სადარმია აქვს საკუთარი რაღაცები. მე არ მინდა იმის დაბროტანა. და მგონია რომ იქაც ვინც ამას იქაც აკრიტიკებენ ამას ყველა ამის მხრივ კი არა. მანქანების სალონში რომ ტყავის ნაწარმის გამოყენება აიგზალა. ყველაფერს თავი დაანებე. ტყავის ნაწარმის და ნუ აი 80-იან და 70-იან წლების მანქანის სალონები რო უკეთესია. დღეს 21 საუკუნეში. ხო, მე ესე შემიძლია ჩავყვე და გითხრათ მილიონი სხვა პრობლემა რომელიც გააჩნია თანამედროვე დასავლურ ავტოინდუსტრიას მათ ხშირად მავნებლობაა ეგეთი რაღაც ადამიანებისთვის. აი მაშინ რა ქვია, ამერიკაში რეგისტრაციაში არ ატარებენ Koenigsegg გრამს. ამერიკის სტანდარტებს არ შეესაბამება ის უსაფრთხოების ტესტები, რომელიც Koenigsegg აქვს ჩაბარებული ევროპაში. ხო, ანუ იმის გამო რომ სადღაც გვერდით აირბაგი არ უყენიან, რომ სულ უნდა იყოს მანქანა და არ შეიძლება 38 აირბაგი იქონდეს. სხვა რაღაცისთვის არის. სხვა დანიშნულება. სხვა დანიშნულება აქვს საერთოდ. ამას უგზავნავ რეგისტრაციას საკუთარ მოქალაქეებს რომ უგზავნავ ამის რეგისტრაციას. ანუ როგორ შეიძლება სახელმწიფოური იყოს, ვინც რაც ავნენ ითხრას. ევროპელებიც ვაკრიტიკოთ, კაცო. თუ გასაკეთებია რა თქმა უნდა, რა პრობლემა არის. მაგრამ შეიძლება მორალური უფლება მიიღო იმათი კრიტიკის, როგორც ავტომოყვარულმა. ჯერ საკუთარი უნდა კონდეს გაკრიტიკებული წესიერად. მერე შეიძლება აკრიტიკოს სხვები. აი ეს თუ ნათქვამი არ აქვს, ეს თუ დაფიქსირებული არ აქვს. შენ როგორ უნდა გააკრიტიკო? პირობითად, რა ვიცი, BMW იმის გამო რომ წარსულში უფრო ლამაზ მანქანებს უშვებდა. აი უსაფრთხოების ღვედი რო ავიღოთ. მაგ შემთხვევაში მაშინ შეიძლება რომ არც ღვედები ავკრძალოთ არ ბოდო არის. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ღვედი სულ კეთია. სულ მეკეთა, იმიტომ რომ ანუ მე ჩემი დამოკიდებლობა მანქანასთან არის, რომ მე შინა არსობრივად სხვა განაცრუვის და სულ სპორტულ მანქანაში ვზივარ. სპორტულ მანქანაში ღვედი სულ გიკეთია. კი ბატონო. ჩემთვის ეს ბუნებრივი ჩვევა არის, რომ ვზდები 100 მეტრი რო კონდეს გასავლელი და უკიდურეს სოფელში ვიყო, ავტომატურად ღვედს ვიკეთე. სულ ღვედი მეკეთია, მაგრამ ამაზე დიდი აბსურდი, რომ იმ ადამიანი იჯება თავის მანქანაში ღვედის გაუკეთებლობის გამო, აი ძალიან ცოტა არის ბუნებაში. მე ვიცი რომ ამას პირადადან არ დამეთანხმ. შენი დაჯარიმების მორალური საფუძველი რა არის? საიდან გიგიხარ? არა. ჯარიმები შეიძლება იყოს. ფული შოვნას უშეიროს, მაგრამ ეს არის ჩემი აზრით, იმის გამო რომ სკოლაში ვიღაცას დაეზარა რომ ესწავლებინა. ვიღაცას საგამომართლებლო რაღაცები ჩატარება დაეზარა და უნდა რომ ძალადობით გადაჭრას. ეს არის ადამიანს არ უყურებ როგორც თანასწორს, როგორც ადამიანს. თორე ადამიანს თუ როგორც ადამიანს უყურებ, არაფერი არ დაუშავებია თავის მანქანაში როგორც უნდა ესეროზის. ამის გამო რანაირად აჯარიბებ. რა მორალური საფუძველი გაქვს ამაზე? გარდა იმისა, რომ თქვა რომ აბა კაია ძმაო, რომ ხალხი ავარიაში იყოცებოდა. რომ არ არის კარგი, მაგრამ აი რა შუაში ეს ამასთან? მაგარ უმეც რომ გააგრძელო მე ითქვი რომ 10 წელზე მეტი მანქანა არ უნდა იყოს, რა ძელ მანქანაში რომ ბორბალი მოძრეს. კაცი რომ მოკლან. რატო? ანუ მასეთი არაპირდაპირი არგუმენტებით თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება. თორე კიდევ ერთხელ მეორე, მე ყველას ვეუბნები რომ მანქანაში ღვედი უნდა გეკეთოს. შეიძლება ღვედმა ყოველთვის ვერ დაკითვას, შეიძლება ღვედი ხშირ შემთხვევაში უფრო პრობლემური იყოს ვიდრე ღვედობა, ასეთ შემთხვევებიც არსებობს. კი. მაგრამ ამის მიუხედავად უკეთესია, უფრო მეტად გამართლებულია, უფრო მეტად დაზღვეული ხარ, როცა ღვედი გიგეთი. მაგრამ
ამას მამები უნდა სწავლიდნენ შვილებს. რა შუაშია პოლიციის ინსპექტორი ამას. ვისაც მამა არ ყავს. იმარაკნას. ხო ანუ სკოლა არსებობს და განათლების სისტემა. სკოლაში შეიტანო ეს ანუ ჩვეულებრივად რა ვიცი ეს გააკეთო ისე რომ ამისთვის არ გჭირდებოდეს სანქცია და ძალადობა ადამიანზე. მე მინდა საზოგადოებას ვაჩვენო მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ ამაში არ მეთანხმებიან. ბევრი ადამიანი არ მეთანხმება. აი ეს როგორი ტესტია, იცი რომ აი ეს უნდა გაიგო რომ დანარჩენი გაიგო. მანქანების შეზღუდვას იმიტომ არ უჭერენ ხარს რომ მანქანა ევასებად. მე ხო ამის გამო კი არა რომ ამას წინააღმდეგ რომ მანქანა მევასება. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა არ მევასება. ამიტომ ვუჭერ ხარს იმას რომ არ შეიზღუდოს არც მარჯვენა საჭე, არც აწელზე მეტი მანქანა, არც ტეხასმეტრი არ უნდა იყოს საჭირო. ანუ ადამიანის თავისუფლებიდან გამომდინარე ვაკეთებ ამას და არა მანქანის სიყვარულიდან. კი ბატონო, ერთი კიდე საინტერესო საკითხია და ისეთი მნიშვნელოვანი საწავის ფასები. დღეს გვაქვს ესეთი მდგომარეობა, რომ ირანში ცნობილი მოვლენების გამო ჩვენ ქვეყანაში გაზვირებულია საწავი, თუმცა ჩვენ შევხედათ ბარელის ნავთობის ფასს, საკმაოდ დიდი მნიშვნელობია მანდაც. ანუ ბარელის ნავთობის ფასი როცა გაიზარდა, ამას მყისიერად მოყვა ჩვენთან საწავის ფასის ზრდა, თუმცა დღეს ბარელი ნავთობის ფასი შემცირებულია 20-25%, თუმცა ამას არ მოჰყოლია ჩვენს ბაზარზე საწავის 20-25%-ით შემცირება. აი ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი აზრი, რა შეიძლება რა კეთდება არასწორად, ხო, ამ ფასის მიღმა რა დგას გაზურება შემცირების მიღმა. საქართველოს რეალობაში მე მაინც ორ ფაქტორს გამოვყოფთი. ფასის მნიშვნელოვანი ნაწილი არის გადასახადები და კონკურენციის ნაკლებობა. ის რომ ბევრი ბენზინგასამართლებელი არსებობს, ბევრი სხვადასხვა სათაურით, ეს მესმის. მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული და გამიგია ხოლმე ამაზე ხშირად იწერებოდა, რომ ნავთობის შემოტანი ერთი ან ორი კომპანია არსებობს ქვეყანაში, ვისაც ვაფშე ნავთობის შემოაქვს. მე გადამანაწილებელი შეიძლება ბევრი არსებობდეს. მან არ ვიცი რა ხდება. კარგად არა ვარ შეხედული, მაგრამ ასევე ფაქტორები არის ის, რომ ეს არის ეს იბეგრება აქციზით. სიგარეტზე აქციზის არგუმენტი ის არის, რომ ჯანმრთელობის არის ცუდი და ამიტომ ცოტა გვინდა ხალხმა მოიყვაროს. ნავთობზეც საბოლოო ჯამში ეკამდე მინდის, რომ იცი რა გარემო რო არ დავიძურდეს, გვინდა რომ ხალხმა ცოტა მოიყვაროს და სინამდვილეში არაფერს შეშ არ არის ეს. სინამდვილეში ყველა მიცის, რომ ნავთობის მოხმარება ეგრე სწრაფად არ იკლებს. იმიტომ რომ რაც უნდა გაძვირდეს ბენზინი მაინც გჭირდება. ბენზინი 50 თეთრი რო გაძვირდა, ამის გამო რა ვქნა ახლა რა გავაკეთო. ნაკლებში ვიქო ხო ვერ ვიტყვი, რაც მაგ სასიარულო, ის მაგ სასიარულო მაინც. ბენზინის ფასი მე მახსოვს, რომ ერთი პერიოდი ძალიან იაფი იყო, აი 90-იან წლებში, როცა ეს რაღაც არ იყო ჯერ კიდე რეგულირებული, როცა ჯერ კიდე არის და სადაც 50 თეთრი ღირდა და მე უცბად ლარნახევარი გახდა. თქორება როგორც კი მოაჯდა, ამას არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, ჩემზე. კი, მაგრამ იყო ასეთი პერიოდი. ამიტომ ყველაფერი ერთად არის ბენზინის ფასში. ამერიკა, ირანის ომიც, აქციზის გადასახადიც, კონკურენციის ნაკლებობაც ქვეყნის შიგნით და ისიც ალბათ რომ კარგი ბენზინგასამართლის სადგურები გვაქვს, კარგად გამოსახურებია. არის მაგალითად შენი შეგვიძლია სადღაც ჩალსხადა 10-15 თეთრით. იაფია კი. იაფია სადღაც. ანუ ბევრი რაღაცის ნაზავია. ერთ კონკრეტულ რაღაცას ვერ ვიტყვი, მაგრამ და ყველას ჩვენ ვერ შევწყვეტ ახლა ირან, ერაყის ომს, ირან, ამერიკის ომს, ჩვენ ვერაფერს ვერ უზამთ, მაგრამ თუნდაც ამ ომის ფარგლებში დროებით ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ აქციის გადასახადი გააუქმა, შეაჩერა მისი მოქმედება ნავთობ პროდუქტებზე, რომ საკუთარ მოსახლეობას არ ელოდნენ გაძვირებული ნავთობის ხარჯი. ძალიან ბევრი საინტერესო თემას შევეხეთ და მნიშვნელოვანია რომ ესეც თქვენგან მოვისმინოთ მართვის მოწმობის ასაკთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი. რას გულისხმობ? ანუ შესაძლებელია ეს თუ რამე წელი უფრო დაბალი ასაკიდან შეიძლება ან პირიქით ხო გასაზრდელი ხომ არ არის ასაკი ან ამ შემდეგ. არ ვიცი რამდენად შევძლებ ამის ახსნას. მე ზოგადად მე არ ვარ მომხრე თანამედროვე მართვის მოწმობების. ეს ჩვენ საუბრობთ ეს დოკუმენტზე, რომელიც არადასტურებს მანქანის ტარება რო იცი. მაგალითად მე მიმაჩნია, რომ ადამიანს რომელსაც აქვს მართვის მოწმობა, უფლება აქვს საკუთარი პასუხისმგებლობით გვერდზე მიუჯდეს იმ ადამიანს, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა და თუ ის ამას გააფუჭებს, ეს არის პასუხისმგებელი. მე ყველაზე სწორი ეს სისტემა მიმაჩნია, იმიტომ რომ სისტემა ყველაზე სწორი არის მაშინ თუ ის გასწავლის მანქანის ტარებას. მე მინახავს 15 წლის და 16 წლის ბავშვები, რომელსაც მანქანას მე ვანდობდი მისი სერიოზულობიდან და როგორ გითხრა მოწიფულობიდან გამომდინარე და მე მინახავს 20 წლის ხალხი, რომელსაც მანქანას არ ვანდობდი. მარტივ მაგალითს გეტყვი თუნდაც თუ ადამიანის სისხლის სამართლის სუბიექტი ხდება
14 ან 16 წლიდან სხვადასხვა სისტემების მიხედვით. მანქანის მოტყუას რატო არ აძლევ? თუ შევამბობ, რომ იცი რა, შენს მიერ ჩადენი დამაშავების გამო ცირე იჟახჭო. მანქანის მოტყუას რატო არ აძლევ? ეს სისტემა, სადაც მე ახლა ვყვები, თითქმის არსად არ არის და ვიღაცა გეტყვის ეს საიდან მოიტანე არსად არ არის, მაგრამ ასე იყო სამყარო სულ აწყობილი. ბუნებრივად ადამიანები ასე იქცევიან, მამები წვიტავენ, როდის ანდონ შვილებს მანქანა. მე ასე გავიზარდე. ჩვენ 90-იანი წლების ბავშვები ასე გავიზარდეთ. და მიმაჩნია, რომ აი ეგ სისტემა ყველაზე სწორია, როდესაც მამა თვითონ გადაწყვიტავს, როდის ანდობს საკუთარ შვილს მანქანას. ან უფროსი ძმა უმცროს ძმას, ან დედაშვილს, არა, ასოუზგებელი პირი. ასოუზგებელი პირი. და მამა სანამ შვილს ანდობს მანქანას, ან უფროსი ძმა უმცროს და ასე შემდეგ. ფეხებზე ვერ დაიკიდებს. ის ფეხებზე ვერ დაიკიდებს და მე კიდე მინდა რომ ტრადიციულად აგებული იერარქიის სისტემა, რომელიც ცოდნას ამოწმებდა, აი ეგ შემოვიდეს. და არა ის ბიუროკრატიული სისტემა, რომელსაც თავაზობენ და რომელიც არაფრისგან არ გვიცავს სინამდვილეში. მართლა რომ დავფიქრდეთ. დღეს რო პრავა აიღო ის კაცი რუსთავიდან თბილისში რომ მოდის, რავი, აი მე გავყოლილ ვარ ხალხს ეგეთში და სულ ნერვიულობდი, პრავა მაქვს უკვე დავждები რომ იძახდა, იმიტომ რომ პრავა რო აქ იმას იმის გამო მანქანის დარება ხოლმე უსწავლია. გაცილებით დიდი საფრთხე შეიძლება იყოს. გაცილებით დიდი საფრთხე შეიძლება იყოს და ბევრად უფრო დამაჯერებელი და სწორი არის ის, რომ ადამიანები ერთმანეთს ასწავლიდნენ და როდესაც აი ის ადამიანს გული შესკივა შეზე პასუხისმგებლობით მოგეპარა გასწავლა ის გეტყვის აი შენ უკვე შეგიძლია ტარებაო ყველაზე კარგი მართვის მოწმობა ეგ არის ესეც არ არის 100%-იანი გარანტია ბუნებაში არ არსებობს 100%-იანი გარანტია მაგრამ აი ყველაზე გარანტირებული ეს არის ჩემი აზრით კეთილი. მე მექნება ეს ბოლოსკენ რო წავიდეთ უკვე ეს შეკითხვა. როგორია თქვენი მომავლის ხედვა ქართულ ავტოსფეროს რაც შეეხება? რა საკითხებს, საავტომობილო საკითხებს გაუწევთ ლობირებას? ეს არქივში ჩაიწერება. აუცილებლად ასოჩვარი არქივი იქნება. მე არასდროს არ ავიღებდი პასუხისმგებლობას იმაზე რომ აი ირიბი პასუხისმგებლობაც არ მინდა რომ ადამიანს ავარია მოუვიდა სადღაც მე საბუთი მქონდა გაცემული რომ მანქანა კარგად იყო და უცბად ტორმოზმა არ დაიჭირა. პირობითად. შენ თუ ის ხონდა რა ქვია ეს შემოწმება და ტეხასმოტრები და რაღაცეები. რატო გამისხა ტორმოზმა? შენ ხო შემიმოწმე ეს და ამას 2 წელი ხო არ უნდა გაესხა. მაგრამ რო გაასხა და კაცი რომ მოკვდა, ვისი პასუხისმგებლობაა ეს? იქნება მე იმედი მქონდა რომ შემიმოწმე შენ, მითხარი ყველაფერი კარგად არისო, ამიტომ ფრთხილად არ დავდიოდი. შენ გენდე. ხო და აი მე ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებდი. ანუ მე გავაკეთებდი გზებს. ვეცდებოდი რომ სწორად მოვაწყო აი გზების გაკეთების წესრიგი. ჩემი ამოცანა არ იქნებოდა ვიღაცის მანქანაში ვიქექო შიგნით. და ამავდროულად როგორ გითხრა, არა ვკრძალავდი რას იცი, საექსპერიმენტო მანქანას შენებლობას. ჩემი დაკვირვებით, ახლა შეიძლება ამიდან რამე შემეშალდოს, მაგრამ ვიცი რომ ასეთი ბევრი რეგულირებებია რომ არსებობს. თუმცა ალბათ ახლა ჩამოთვლა გამეჭირდება. ჩვენთანაც ბევრი მანქანის მოყვარულია, მაგრამ საკუთარ ნიჭს ხალხი ვერ ავლენს, იმიტომ რომ ყველაფერი პრობლემა იქნება მე. ამ მანქანის გაფორმებიდან, გადაფორმებიდან ასე შემდეგ. ძალიან ბევრი შემთხვევა ეგეთი კახეთში მაგალითად ერთი ბოდის შეგაწყვეტინეთ, ვერ იფორმებს თავის შექმნილ მანქანას. კი, თვითნაკეთ ავტომობილს, კი ბატონო. ანუ მე პირიქით წავახალისებდი ასეთ რაღაცებს, იმეგებით რომ არ შეუზღუდავდი ხალხს ამას. ოღონდ წინასწარ და გასაგებად ვეტყოდი ყველას. საჭესთან დაჯდები, შენი მასმუზღელობა ყველაფერი. აი ამას ვეტყოდი ძალიან გასაგებად. ჩემს იმედად ნუ გააკეთებ ნურაფერს. დააშავე პასუხი აგე. კაცრად შეიძლება აგო პასუხი. მაგრამ აი წინასწარ სანამ დააშავებ რამეს, წინასწარ არ გაგლახავ. დიდი ბიჭი ხარ უკვე და ისე მოიქეცი როგორც საჭიროა. და არ შეუძლოვდი მანქანის ტარების სწავლას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ავარიების დიდი ნაწილი ხდება იმის გამო, რომ ხალხმა ტარება არ იცის და ის რომ ხალხმა ტარება არ იცის, მათ შორის არის მთავრობის დამსახურება. და ამოცანა არ არის საბუთები, ამოცანა არის ცოდნა. კი ბატონო, სამი პატარა შეკითხვა გვექნება. აი როგორი მძღოლია იაგო ხვიჩია? 7. კი ბატონო, აი სხვებზე ბრაზდები, იგინებით ხოლმე. არა. ვინდა შეშფოთებული ვარ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია საქართველოში, რომ აი ორჯერ ვიღაცა მანქანაზე უკნიდან პატარაზე მომარტყა. ვერზე გამხაჭნეს. აი არც ერთი არაფერი არ დამიშავებია, მაგრამ არც ერთხელ არ მომშლიანებდი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეყვარს ჩემი პორშე. ვცდილობ რომ გავიზარდო, იმიტომ რომ აი როგორც იმაზე გაბრაზებას აზრი არ აქვს, რომ ითვიმა როცა შენ რაღაც მანქანა ახალგარეცხილი გაქვს და უცბად რო ეწვიოს სხვა გაბრაზდები და მის გინებას სხვა დაუწყებ წვიმას. აი ეგრე ვარ მწოლედის ვერს და მესმის მათი. ბევრი გარემოა იმისთვის, რომ კარგად ვეატარებდე მანქანას. რომელია თქვენი ტოპ 3 ავტომობილი? აი იერარქიულად რო გითხრათ.
აი ეს Porsche. ნახერწმეტი. კი ბატონო. ბოქსტერი ძალიან მიყვარს. Ferrari თავისთავად ხარდია, ხა იდეალური ოცნება ალბათ Ferrari-ა. მოდელი? ყველა ავტომოყვარულისთვის. აი ტურბო ნაკლეიკებზე რომელი მოგწონდათ ხოლმე? ტურბო ნაკლეიკებზე სხვათა შორის მე ძალიან მომწონდა F50. F40 ძალიან ურიტანულია ესე რომ ვთქვა. და ტურბინა ენძრავით ნაცვლად V12-ის. ხო, და ტურბინაზე და ისედაც ანუ აი ის კონდენსირების გარეშე და ჰიდრავლიკის გარეშე და შემეს ლეგენდარული მოდელია და ასე შემდეგ, მაგრამ და ტესტეროს ამომწონდა ძალიან. ეს კი ბატონო. მაგრამ Ferrari ერთი იყო სამ შემთხვევაში. ტესტეროზას ავერჩებდი. Testaroza, კი ბატონო. ძალიან ეყვარდა first guard-ით ამ რაღაცები. რა ქვია მაგათ ქალაქს, საიდანაც მოდის ეგა. არანელო. Ferrari ძალიან მყავს ზოგადად. ანუ Ferrari მგონია რომ ადამიანის საინჟინრო ხელოვნების პირველია. კი ბატონო. ესე იგი მაინც უფრო მე რასაც დავაკვირდი, უფრო რაღაც ცოტა ძველ ვინტაჟურ ავტომობილების მიმართ რაღაც სიყვარული გაკავშირებთ. F50 ახსენეთ, Testaroza ახსენეთ, ძველი 911. აი, თავის დროზე ეს მითხრა სანდრო რაქვიაშვილმა, ჩემმა მეგობარმა და მე რაც უფრო ვფიქრობ, უფრო მეტად ვწმუნდები ამის ჭეშმარიტებაში. ქალების ემანსიპაციასთან ერთად მანქანების ვიზუალი დაუშტავდა. იმიტომ რომ ადრე ძველი მანქანები მამაკაცების გემოვნებით იწყობოდა. მანქანებს კი არ ვერჩი ამ შემთხვევაში, უბრალოდ მათი საჭიროებებია განსხვავებული. ქალებს სჭირდებათ დიდი ადგილი მანქანაში, დიდი სივრცე, სადაც დაატევენ ბავშვებს, სახლის ნივთებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ვინაიდან ადრე 50-იან 60-იან წლებში მანქანებს კაცები ირჩევდნენ. მანქანები იყო უფრო მეტად მორგებული კაცების გემოვნებით. მე აი ამ შემთხვევაში კაცების გემოვნება მაქვს მანქანაში. კი ბატონო. და ახალ მანქანებს დაემატა ისეთი რაღაცები, რომელიც ჩემი გემოვნებისთვის უცნაურია. ამიტომ ჩემთვის ბუნებრივად მანქანები იმ დროს უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მათი ყიდვის შესახებ ოჯახში გადაწყვეტილებას მამაკაცები იღებდნენ. მას შემდეგ რაც ქალები შემოვიდნენ და ქალების ემანსიპაცია მოხდა. მოხდა ესეთი მკრეხელობა, რომ Porsche-ს 4 კარიც კი აქვს. ეგ კი არა, Ferrari-საც კი გაუკეთეს. SUV-საც კი უშვებენ ზევიდან. SUV-ს რამდენი მაინც მე აი ყველაზე მეტად არ მესმის 4 კარიანი Ferrari-ს. ხო. Samsung-ის პერიოდი, როდესაც მანქანის ინდუსტრია უფრო თავისუფალი იყო და ბოდიში ხალებო. უფრო მამაკაცური იყო. მაშინ ჩემი აზრით ესთეტიურად უფრო ლამაზი იყო მანქანები. მე ამ შემთხვევაში ძველმოდული ადამიანი ვარ, ესე შეხედეთ. მიყვარს უხეში ორკარებიანი მანქანები, სადაც სადაც იმდენი ადგილია, რამდენიც მე მყოფს და მე კიდე ორი ადგილი მყოფს. მე მგონი რაღაც სოფლიო პრობლემის ის პასუხი ვიპოვეთ რა. მოვიდნენ ქალები გაფუჭეს ყველა. ემანსიპაცია არ არის, ქალებს შემოწმება არ აქვს. მე თქვენ ვიძახ რომ არავის არ ხონდა. 5%-ია მგონების ქალბატონები. უცბად ეს იცვლება და ხდება 50-50. ეს ხო თავისთავად ცხადია ავტოინდუსტრიაში რაღაცა შეცვლის. ის ცვლილება რომ დაჭირდა ამას გადასარჩენად, გამოეშვა ხო, გამოიწვია ესეთი ტიპის მანქანები, გამოიწვია იმან რომ მომხმარებლის გემოვნება შეიცვალა, იმიტომ რომ ახალი ტიპის მომხმარებლები შემოვიდნენ სხვა ინტერესებით. კი და ბატონო. ბუნებრივია, გასულ მე კი არ ვაკრიტიკებ ქალებს, ანუ მათ ბუნებრივი საჭიროებები აქვთ, რომ ოჯახს უნდა იზრუნონ, ბავშვებს პრიორიტეტები სხვა სხვა და საჭიროებამ გამოიწვია და მე ქალებს საჭიროება დაუდგათ და ოჯახში ერთი მანქანა იყოს საყიდელი. აი ეს მანქანა უკვე ქალის გემოვნებით იყო შერჩეული. დღეს როცა უკვე კვლევები ტარდება ნებისმიერი მწარმოებელი როცა თავის ახალ შემადგენლობას უშვებს, ეს კვლევები ეფუძნება ქალების მონაცემებსაც, ან ქალების საჭიროებებსაც და ხო, ამიტომ საინტერესო აზრია სხვა შორის. და ბოლოს მოკლედ შენ კი, ბლის კითხვები გვექნება, სამი ბლის შეკითხვა, ელექტრომობილი თუ შიგაწუძრავიანი ავტომობილი? ნუ შიგაწუძრავიანი ავტომობილი ჯერჯერობით. მაგრამ მომავალი ელექტრომანქანების არის ჩემი აზრით. ხბადაღებული თემა. BMW თუ Mercedes? ორივე სოფასეთ, მაგრამ ალბათ მაინც Mercedes. და ბოლოს მექანიკა თუ ავტომატიკა? ავტომატიკა. ავტომატიკა? რა თქმა ეს ძალიან გამიკვირდა. ეს შენობა დღეს ინფორმალური.
მექანიკით, მაშინ როდესაც თანამედროვე PDK სისტემა არსებობს. Porsche-ს PDK უფრო სწრაფად გადართავს ის ყველაფერში ჯობია აბსოლუტურად. არა მარტო შეგეშგარად ყველაფერში ჯობია, აი ავტოსპორტთან გამომდინარეც ყველაფერში ჯობია. თუნდაც ჩვენ შეგრძნება ვახსენეთ და მართვის გამოცდილებით მიღებული სიამოვნებდა. ალბათ მექანიკა ძველი სკოლის ხასიათში უფრო ზის ვიდრე თანამედროვე PDK. შეიძლება უბრალოდ, მაგრამ მე ვიძახი ძველი მანქანის დიზაინერები მომწონს, თორე იმას ხარ ვიძახი, რომ ძველი ტექნოლოგია მომწონს 60-იან წლების და რომ მოქონდეს კარგი მართვის შეგრძნება ახალ მანქანას ახალი ტექნოლოგიებით და საერთოდ არ ჭირდება ჯაჯგური იმაზე მეძალის. მაშინ როდესაც PDK-ს შეუძლია უფრო სწრაფად გადართოს ვიდრე ნებისმიერ ადამიანს მექანიკური გადაცემათა კოლოფის გადარდა. კი ბატონო. და გადაცემის ბოლოს ბატონო ეგო გვინდა პატარა სურპრიზი გვაქვს თქვენთვის. პირველ რიგში გვინდა გადმოგცეთ ეს თქვათ Crystal Autos ჟურნალი, პირველი ქართულენოვანი ჟურნალი, რომელიც ლიმიტირებული ტირაჟითაა გამოშვებული, სულ 1000 წელია გამოშვებული და გაყიდვაში არ არის. ასე რომ ეს ჩვენგან და ასევე გვაქვს თქვენთვის კიდევ ეს ნახატი პოსტერი თქვენი. სიგნალზე ვარ განსაკუთრებით მადლობელი, თმა რო დამახანდეთ თავზე. ეს არის თამოს თაჩი, ესე იცნობენ მას ინტერნეტში, ჩვენი ილუსტრატორი თამო მაისაშვილი, რომლის ნახატიც არის ეს. დიდი მადლობა თამოს. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და გავიგზავნებოდ. კარგად გაგზავნებთ. წარმატებები თქვენ გადაცემაში ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გადაცემა, რომელსაც აკეთებთ საქართველოსთვის, საქართველოს დაბადება, აქ გეტყვით ყველას, რომ გამოიწეროთ ბატონიაგოს არხიც. აუცილებლად. თორე ეს არის საოცარი არქივი, საოცარი თემებით, საოცარი სტუმრებით და წარმატებები თქვენ ამ გზაზე. მადლობა. და ყველანაირ გზაზე. სულოთ ასევე. დიდი მადლობა. დაი დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენ ერთგულ მაყურებლებს ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო სურპრიზი უნდა შევთავაზოთ. ეს ჩვენი ჯიგარი PlayStation 5 Pro თავის Gran Turismo-ს დისკთან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ Crystal Autos YouTube არხმა 50000 subscribers გადააჭარბა. ეს ჩვენ დაანონსებული გქონდა და თუ რა პირობებია საჭირო იმის, რომ აი ეს კარგი რაღაც მოიგოთ, მაგას უკვე გეგა მოგვახსენებს. ჩვენ YouTube არხიდან უნდა არჩიოთ რომელიმე ვიდეო, რომელზეც გააკეთებთ საინტერესო, სასაცილო, კრეატიულ ვიდეო edits. შემდეგ ეს edit-ი უნდა გამოაქვეყნოთ სამ სოციალურ პლატფორმაზე, Instagram-ზე, TikTok-ზე ან Facebook-ზე. აღარ უნდა დაურთოთ hashtag-ით Crystal Auto. გამარჯვებულებს გამოვავლენთ აი ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან 3 კვირის ვადაში. ანუ 3 კვირა გაქვთ დრო. ყველაზე კრეატიულ ვიდეოს ასაცილოს ისეს თუ ასეც, რომელიც ყველაზე მეტად ჩვენ მოგწონება, მიიღებს PlayStation 5 Pro-ს, როგორც თქვენ თქვა, Gran Turismo 7-თან ერთად. წავიდა. წარმატებები. წარმატებები.